დაწყევლილი მუსიკალური ჟანრი, რომელიც Memphis Rap-ის სახელით არის ცნობილი. Memphis Rap 80-იანების ბოლოს შეიქმნა და დღემდე საკმაოდ პოპულარული ჟანრია. რაც შეეხება სატანისტობას და ალბომების დაწყევლას, რამდენიმე საფეხური იყო, რომლებიც არტისტებს უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ პოპულარობა მოეპოვებინათ. პირველი საფეხური ის იყო, რომ ნებისმიერ ტიპის ადამიანი უნდა მოგეკლა, არ ქონდა მნიშვნელობა, შემდეგ მისი სიკვდილის ხმები უნდა ჩაგეწერა, ანუ მისი კივილი. მეორე საფეხური ის არის, რომ სახლში უნდა წასულიყავი, ეს ხმები დაგესემპლა ნებისმიერ rap beat-ზე და მესამე საფეხური ის იყო, რომ ეს beat-ი უნდა წაგეღო მკვლელობის ადგილას და უკვე შენი ვოკალები მანდვე ჩაგეწერა, სადაც ეგ ადამიანი მოკალი. ნუ თეორიას თუ დავუჯერებთ, ეს კასეტა როგორღაც დაიტენებოდა შავი მაგიით თუ ენერგიით, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ პოპულარობა მოეპოვებინა შემდეგ უკვე ამ არტისტს. დაწყევლილ ალბომებს რაც შეეხება, სულ 8 ცალი არსებობს, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული და ჩემი აზრით ყველა მოსასმენი. შეგიძლიათ დასერჩოთ Memphis Rap CGLC Google-ში და ამოგიგდებთ იმ ტრეკებს, რომლებიც პოტენციურად დაწყევლილია. მოусმინეთ და თქვენ თვითონ გააწყვეტეთ, რამდენად მართებული არის ეგ თეორია. ანუ ვინმე switch board-ი თუ გაქვთ, იმ მკვდარი ხალხის სულები გამოგიწეხოთ და ვაბაზროთ. Me, I want it for my evil sins, creep in the light. Yes, I'm licking, but